ლითქიდი ეს არის სოციალური საწარმო, საბავშვო ლიტერატურის ციფრული გზამკვლევი, რომელიც 2024 წლის ბოლოს გავუშვით. შევქმნით პლატფორმა, რომელიც მშობლებს აღმზრდელებს, მათ შორის პედაგოგებს ეხმარება წიგნების სწორად შერჩევაში. ბაზარზე არსებულ ყველა საბავშვო წიგნს ვაერთიანებთ ეტაპობრივად და მშობლებს ვთავაზობთ რეკომენდაციებს ბავშვის ასაკის, ინტერესების, გემოვნების, განვითარების ეტაპების შესაბამისად. და ამავე დროს ძალიან მარტივად შეუძლიათ ამ წიგნების შეძენა ჩვენს ვებგვერდზე. ბაზარზე არსებობს ძალიან ბევრი კარგი წიგნი, მაგრამ მშობელს ხშირად უჭირს ხოლმე ამ უზარმაზარ არჩევაში ნავიგაცია. ამიტომ ვდექით ეს ყველა წიგნი დავალაგეთ ჟანრის, თემის და ასაკის მიხედვით, რომ ბავშვებს რომელ პირებს გაუადვილდეთ შერჩევის პროცესი, რამისთვისაც არ უნდა ეძებდნენ ისინი წიგნებს. ამ ეტაპზე უკვე ლითქიძე 1000-მდე წიგნია განთავსებული, პლატფორმაზე 7 სხვადასხვა გამომცემლობა აქ აერთიანებული და ეს პროცესი ეტაპობრივად გრძელდება. ბოლო 5 თვის განმავლობაში ჩავატარეთ რამდენიმე საინტერესო ღონისძიება, რომლებშიც საბავშვო ავტორებთან ერთად კითხვის საათები და აქტიური ვორქშოპები მოვაწყოთ. საერთო ჯამში ამ აქტივობებში 150-ზე მეტმა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. ლიტერატურული მარათონის ფარგლებში ჩავატარეთ კამპანია „ბავშვები ჩუქნიან ბავშვებს“, რომლის შედეგადაც შეგროვებული წიგნები ჩავიტანეთ სოფელ შულავერის ნომერ 1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და ეს კამპანია გაგრძელდება და დიდი სურვილი გვაქვს მივუწოდეთ ყველა თემს, სკოლას და რეგიონს, სადაც საბავშვო ლიტერატურაზე ხელმისაწვდომობა დაბალია. ასევე გავხსნით წიგნის კლუბი 3-დან 5 წლამდე ბავშვებისთვის, სადაც შეუძლიათ ნებისმიერ სურვილში მოგვიერთდნენ და ჩაერთონ წიგნთან ერთად თამაშით სწავლაში. ევროკავშირის CSR-ჭის და პური მსოფლიოსთვის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით შევძელით პლატფორმის განვითარება. დავასრულეთ ვებგვერდი, შევქმნით პროდუქტი სრულყოფილად და დავიწყეთ მარკეტინგული აქტივობები. 2 წლის განმავლობაში ვამუშავებდით იდეას, ჩავატარეთ არაერთი ექსპერიმენტი ამ დროის განმავლობაში და ეს მხარდაჭერა მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ბიძგი აღმოჩნდა იმისთვის, რომ იდეა რეალურ პროდუქტად გვექცია. თუმცა პროდუქტის განვითარების პროცესი რა თქმა უნდა არ შეწყვეტილა და გრძელდება და იმედი გვაქვს, რომ ჩვენს პატარა წვლილს შევიტანთ ამ დიდ მისიაში, რომ გაიზარდოს წიგნებზე ხელმისაწვდომობა და ზოგადად წიგნიერება ახალ თაობაში.